მოგესალმებით, დღეს მაქვს სერატანის დღე და გარკვეული ჩელენჯის ტიპის რაღაცის დაწყება მსურს მომდევნო 2 თვის განმავლობაში მინდა წონაში მოვიმატო რა და მაგისთვის რაც გავაკეთებ, როგორ გავაკეთებ, ყველაფერს გადავიხე. ვფიქრობ, რომ ვიდეო საინტერესო იქნება განსაკუთრებით მათთვის, ვისაც წონის მომატების პრობლემები აქვს და ვისაც უნდა რომ წონაში მოიმატოს ზოგადად. რაც უფრო მეტი გაქვს ზოგადად სტაჟი, იმით უფრო რთული არის გარკვეული მიზნის მიღწევა რა, იმიტომ რომ უფრო ახლოს ხარ პლატოსთან და შესაბამისად ეგრეთ წოდებულ პლატოსთან და შესაბამისად უფრო რთულია პროგრესი. შესაბამისად ამ 2 თვის განმავლობაში მე თუ შევძელი პროგრესი, თქვენ მით უმეტეს შეძლებთ. ვარჯიშებს, კვებას, დანამატებს, ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებ. დღეს სავიწონები კიდევაც, წონასაც დავდებ, ფორმასაც გადავიღებ რა ფორმაში ვიქნები ამ 2 თვით ადრე და აპდეიტებს კიდე დავდებ რა. რა ვარჯიშები გავაკეთე, რამდენი, როგორ აწონები მიდის ხო, ვინაიდან წონის მატებაზე გვინდა ვარჯიში და ვინაიდან ძალის ზრდაზე გვინდა ვარჯიში. პირველ რიგში ავიწონებით და წონა როგორ შეიძლება თოთა განმავლობაში ამ 2 თვის მანძილზე მაგას დავდებ და მაგას გარდა ვარჯიშების მხრივ როგორ მომემატება ძალა მაგას გადავიხებ, იდეაში უნდა გამოვკვეთოთ. ხო, კიდე ვარჯიშების მხრივ რამოდენიმე ესეთი ვარჯიში მიდა კონკრეტული, რომელზეც კარგად დაისახება ძალის მატება, მაგალითად ერთ-ერთი არის lat pull down-ი, ანუ ვერტიკალური ბლოკი, უყურე, რომელსაც უკვე დიდი ხანია ვაკეთებ და შესაბამისად მაგ ვარჯიშს იმიტომ ვიღებ, რომ უყურე ახალი ტრენაჟერები დაამატეს ახლა ზურგის ჰამერები მაგალითად რა. ამ ზურგის ჰამერებზე მე წონების ზრდა შემიძლია იქიდან გამომდინარე, რომ კუნთები ჯერ არ არის მიშეული ამ მოძრაობებს და შესაბამისად სანამ კარგად ადაპტირდება, გარკვეულწილად პროგრესი მექნება იმის ხარჯზე, რომ კუნთები აითვისებენ ამ მოძრაობას. მაგრამ რაც შეეხება lat pull down-ს, ანუ ეს მოძრაობა ჩემ კუნთებმა უკვე ძალიან კარგად იცის და შესაბამისად ძალის ზრდის პროგრესის, ანუ ძალიან კარგად გამოჩნდება ამ მოძრაობაზე და მსგავს მოძრაობებზე რა. რომელი მოძრაობები იქნება ესენი ზუსტად მაგასაც განსაზღვრავთ და ყველაფერზე დეტალურად ვისაუბროთ. ჩემ ყველაფერი მეც არ გადამიწყვეტია რა ვარჯიშებს გავაკეთებ, კვების მხრივ რას და როგორ შევჭამ. და მაგეებსაც დავდებ ნელ-ნელა გზადაგზა. დაახლოებით კვირაში 1 ვიდეო მინდა თავისი აპდეიტებით, რო კვირის მანძილზე რა ვარჯიშები ვაკეთე, რა გადახვევები მქონდა, ჩავარდნები, კვების მხრივ და ასე შემდეგ ყველაფერი და ნუ შევხედოთ და ვნახოთ. ახლა ვიწყებ ზურგის ჩამოკაჩვით და ვნახავთ დღეს ამ ვარჯიშზე დავდებ მაქს, ანუ რამდენი მექნება ამ ჩელენჯამდე მაქსიმუმი. ხო, ეს იქნება პირველი ვარჯიში და ამ ვარჯიშით გავიგებთ ზურგის ძალა როგორ გაიზრდება ამ მატების პერიოდში. გასახურებელი სეტები მორჩ, ეხლა მიდივარ 100 კილოზე. თვითონ ტრენაჟერის მაქსიმალური წონა არის 100 კილო და 2 ხუთიანი დავადე ზემოდან და ჩემი აზრით ეს იქნება ჩემი მაქსიმუმი. დღეს ვნახავ რაოდენობაში რამდენი წავა. ტექნიკურად როგორ კარგად გავაკეთებ, ანუ ბორომდე რამდენად ჩამოვიტან და ანუ შევხედოთ რამდენი წავა. და მე კიდე დღეს 2 თვის თავზე ამ ვიდეოში მანამდე ზურგი როცა მექნება, როგორ პროგრესირდები მაგას ვნახავ. ჯამში როა გამეორება იყო. პირველი 4 იყო ნიკაპს ჩამოვაცილე კარგად. მერე 2 იყო. ჩამოვიტანე კარგად, მაგრამ ბოლო 2 იყო ისე რომ ძალიან გამჭირდა რა. ნახევარი მოძრაობა იყო. ეგა. შემდეგი ვარჯიში ისევ ზურგზე მექნება როუები, სადაც დაკავები წამოვაზემოთ რა. და ვნახავ აქ მაქსიმუმი რამდენი მექნება. ეგენი 45-ია, ბრატ.
ხო, რატო გადავწყვიტე წონის მატება და კონტროლი რა. ვიდეოში წონის მატება და კონტროლის მასის ზრდა სულ მინდა. მაგრამ საკუთარი დანამატები დამიგროვდა ერთი რომელიც კარგი ხანია მაქვს, მაგრამ არ ვიყენებ რა. ერთი არის კოლაგენი, ერთი არის მულტივიტამინი და ერთი არის ცინკი. დავამატე კრეატინი და პროტეინი. კრეატინი, ანუ რომელი რა ბრენდია და რეებია, მაგას ვიდეოს გადავიღებ და განახებთ. ხო, ისეთი მნიშვნელოვანი საკვები დანამატები არაფერი არ მაქვს, რომ აი ძალიან რაღაცა. ერთ-ერთი არის კრეატინი, რომელიც დიდი ხანი არ დამილევია და ვფიქრობ მაგას კაი შედეგი ექნება, 1-2-3 კილოს ალბათ ეგაც წამატებს, მაგრამ კვების ამბავში აქამდე ძალიან ცუდად ვიკვებებოდი, შესაბამისად ანუ ფორმაში უბრალოდ რეჟიმში რა ჩავდგები. კვების ამბავში რა, ვფიქრობ კაი შედეგი მექნება. წონის მატების კუთხით და კიდე ხარისხის კუთხით რა, იმიტომ რომ ეხლა თითქმის ყველაფერს ჭამ, ტკბილებს, ბევრს ჭამ და შესაბამისად ამას რო დავარეგულირებ, ფიზიკურადაც კარგად გამოჩნდება რა. ანუ არ იქნება ეს მარტო სასწორის მხრივ შედეგი, ანუ წონის მატება ჩაულებრივ, ეს იქნება წონის მატება კაი ხარისხით, რასაც lean bulking-ს ვეძახით. ეგ არის დანამატების ვიდეოს გადავიღებ და განახებთ. დღეს დილით უბრალოდ წამოსვლამდე სახლში ავიწონე და 77 კილო ვიყავი, აქაც ავიწონები და მაგასაც დავაფიქსირებ, რომ რა წონა ვიქნები. წესით ერთნაირად წონის ხოლმე სახლის სასწორი და ეს სასწორიც. ხო, და ვიზუალურად კიდე გადავიღებ, როგორ ფორმაში ვიქნები და როგორ შევიცვლებ. ტანსდე თმა კი არ გამიცვენია, ამიტომ თლად ისე კარგად არ გამოჩნდება, მაგრამ მაინც რომ დასანახი იქნება რა. ამ ორი თვის მანძილზე როგორ შეიცვლება ფორმები. 100 კილოა ორივე მხარეს და ნახოთ რაოდენობაში რამდენი წავა რა. საკვებ დანამატებზე ვიტყვი ზუსტად. კრეატინი მაქვს გემოს გარეშე, ვიტამინ ფავერის ქართული ბრენდის. ერთი და ვაპირებ 5-დან 10 გრამამდე, ნუ საშუალოდ 7 გრამის დალევას ყოველდღე. მეორე კოლაგენი მაქვს. კეტოგენჯის კოლაგენი, სადაც ჰიალინურანის მსჯავაც არის და კონდროიტინიც არის, ამ სახსრების სიდიაში კაია და მჭირდება, იმიტომ რომ სახსრები მაწუხებს. მესამე მულტივიტამინი ბეთერის. ეგაც მაგასაც დავიწყებ. კაი მულტივიტამინიანია, იმიტომ რომ შეჯიბრის წინ გამიტეს თავს და კარგად უმუშავი. ცინკი მაქვს, მაგასაც დავიწყებ. და პროტეინი ვიყიდე, იმიტომ რომ რაღაცების გამოცხობას ვაპირებ, კეიქებს რა. პირდაპირ სავარაუდოდ დასდავლო ხოლმე და კეიქებში გავასაღებ. რომელი ბრენდის პროტეინი არ მახსოვს და მაგ პროტეინსაც განახებთ. კვებას რაც შეეხება, ძალიან ცუდი კვება მაქვს რა. დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ ვჭამ.
იმიტომ რომ დარბაზში თითქმის არ დამქონდა ხოლმე აქამდე და ეხლა ვაპირებ რომ დარბაზშიც ვატარო კონტეინერებით შესაბამისად დაახლოებით 4-5 დამ ხოლმე დარბაზში 4-5-მდე ერთხელ ან ორჯერ ჭამდი ხოლმე სახში და მე გვიან რომ მივიდიოდი მაგათ შორის ხანდახან თუ შევჭამდი ან ბანანს ხოლმე დარბაზში ყოფნის პერიოდში ან შაურმა, იმიტომ რომ საშაურმე აქვს და თუ ზამშვიდ და შაურმასაც ჭამდი ხოლმე. ან საერთოდ არ ჭამდი ხოლმე რა. შესაბამისად, კლუბის ხრივ აქამდე ხელს არ უწყობდი და იდეაში აღარ უნდა მომწეს კაი შედეგი. და რეჟიმა რა. წინ მაქვს 2 თვე, ნოემბერი, დეკემბერი. ამ 2 თვის განმავლობაში სურვილი მაქვს რომ ნახოთ როგორ წავა, მოვიმატო 3 კილო. 80 უნდა ვიყო მინიმალურად, 80-იან ცოტა მეტი 81-82. ვნახოთ როგორ წავა. და ვფიქრობ, ძალაც ასეთ უისე წესით კარგად უნდა მოვიმატოს. კვებაზეც მე ერთი ორ სიტყვას კიდევ პორტიტალურად ვიტყვი, იმიტომ რომ ჯერჯერობით არ ჩამოყალიბებული და რა შევჭამ და როგორ შევჭამ. კალორიების არ დამითვლია. სტანდარტულად დაახლოებით 3000 კალორია მინდა მეინტენენსისთვის. იმისთვის რომ კარგ ფორმაში ვიყო და ეს კაი ფორმა რო შევინარჩუნო რა. ახლა აი რა 2000 კალორია გამომივა ალბათ რა, მაგრამ კალორიასაც გააჩნია. ეხლა ძირითადად კბილეულიდან მიღებ კალორიებს შესაბამისად. ესიც კალორიებია, რომელსაც დიდი ძალა არ აქვს რა, წონის მატების თვალსაზრისით. ვინაიდან ეგრეთ წოდებული სწრაფი მეტაბოლიზმის მაქვს, შესაბამისად ცხიმშიც არ ვიმატებ. ამიტომ ეხლა რთულ ნახშირწყლებს რომ მოვუმატებ, ცილებსაც რომ მოვუმატებ და კაი კვებას რომ დავიწყებ, იდეაში კარგად წავა ვარჯიში. და წონასაც კარგად მოვიმატებ. დაიგე. Я почти сейчас карту закончу. Давай. ესაც ერთ-ერთი ტრენაჟერია, რომელსაც უკვე დიდი ხანია ვიყენებ, შესაბამისად ძალის ზრდის გასაზომად არის კარგი საშუალება. ეხლა ვაკეთებ full stacks 100 კილო თუ 80 კილო დიდად მჩნევა რა. და წეგან რო იყო ეხლა ვნახოთ. ეხლა დაახლოებით რა იქნება რა. ხო და ამ მოძრაობის შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს იდაკვირამდენად მოხრილი თუ გაშლილი იქნება რა. იმიტომ რომ მოხრილი იდაკვირ შემთხვევაში შედარებით მარტივია მოძრაობის გაკეთება და ვინაიდან ცოტა რთულ მოძრაობას ვაკეთებ და იდავში გაშლილი მაქვს, ანუ ეხლა თუ შედარებით გაშლილი იდავით ვაკეთებ, მერეც ეგრევე გავაკეთო რა. იმიტომ რომ ეხლა მე მაგალითად შემიძლია ამ full stacks, ანუ ყველა წონას ფულს დავუმატო ბლინი 10 კილო, რაც აქამდეც მექნია და იდავში ოდნავ მოხარ და ისე გავაკეთო მოძრაობა. კი გავაკეთე, მაგრამ ტექნიკა ოდნავ შესრულილი იქნებოდა. შესაბამისად, ძალის ზრდა გულისხმობს იგივე ტექნიკით. ან იგივე წონის გაკეთებას ოღონდ შედარებით მეტი გამეორებით, ან კიდე წონის მომატებას გულისხმობს პროგრესი რა, ანუ ძალის ზრდა.
აქ ახლა 25-ით გავხურდი, ახლა 55 ნახტომი მიეწევა და სკოტზე კი ვაკეთებ, მაგრამ სტანდარტული სკოტი არ არის. ეს ხელის დასაყრდნობის კუთხე ეცვლება შესაბამისად, რომ ზემოთ ამაქვს წამოწეული, რაც მაძლევს საშუალებას, რომ ბიცეპსი უფრო მეტად გავწევ. და შესაბამისად უფრო რთული ვარიაციაა რა. სკამშილარები დაბლა მაქვს, ხელები მაქსიმალურად ჩამოყრდნობილი მაქვს და ამ შემთხვევაში მხარიც უფრო ნაკლებად მიეხმარება ბიცეპს. ბოლო ვარჯიში არის ტრიცეპს ვაკეთებ, 2 სამუშაოსადი გავაკეთე. 1:40-ით და მიჭერდა თავის შეკავება, ვინაიდან წონა ძალიან მეკაჩებოდა უკან და ჩემი წონა არ ყოფილა, რომ ჩემი თავის შემიკავებინა კარგად. შესაბამისად, წინა მხარი პრესი ძალიან ჩართული და დაძაბული მაქვს ხოლმე რა. მაგიტო ვიყენებ, წონებს ვიკიდებ და ისე ვაკეთებ მოძრაობას, ხო? ნიშნულოვანი ფაქტორი, რომ crossover-ზე გარედან ვაკეთებ ამას და შესაბამისად კოჭა არ აქვს და შესაბამისად წონა არ ნახევრდება და რა წონაც არის ის წონა მაწვება ზუსტად. 40-ი კარგად წავიდა რაოდენობაში, 8-ჯერ ქვენი თუ არ ვსდები, 45-იც კარგად წავიდა და ახლა 50-ზე მივარ. აი დასვენების მე და ბოლო ვარჯიში იქნება ეს და ესაც ძალიან კაი ვარჯიში არის. ძალის შესამოწმებლად ორი თვის თავზე სავარაუდოდ ამ ვარჯიშებს ყველაფერს გავაკეთებ რა. და ვნახოთ ზალა როგორ მაქვს მომატებული. იდეაში 50-ზე მგონი აქამდე არ შევსვარ და პირველად შევა. და ვნახოთ როგორ წავა.